დანი ალვეში ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ცნობილია, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე, იგი თამაშობდა ბარსელონაში და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. ერთ მშვენიერ დღეს იგი ბარსელონას ღამის კლუბის საპირფარეშოში ქალბატონის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. 2024 წლის თებერვალში, ძირითადად ბრალმდებლის, ანუ იმ ქალბატონის ჩვენების საფუძველზე, 4 წელიწად ნახევარი პატიმრობა მიესაჯა. და 150,000 ევროს გადახდა დაევალა ზიანი სასანაზღაურებლად. 39 წლის დანი ციხეში მოხვდა, მისი ქონება ოდესღაც $60 მილიონ იყო შეფასებული. დანიმ ყველაფერი დაკარგა, აბსოლუტურად ყველაფერი, სპონსორებმა ხელშეკრულებები გაწყვიტეს, რაც დანის მილიონობით $, დაუჯდა. და დაიწყო სასამართლო პროცესები. მაგალითად პუმამ $2.2 მილიონი სარჩელი წარუდგინა. მისი ქორწინება ჯოანა სანსთანაც დაიშალა. რამაც 2024 წელს განქორწინება გამოიწვია. 2025 წლის 28 მარტს კატალონიის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად გაამართლა იგი მტკიცებულებებში უზუსტობებისა და შეუსაბამობების, ქალის ჩვენებაში შეუსაბამობებისა და დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაკლებობის მოტივით. იგი გაათავისუფლეს ციხეში 829 დღის შემდეგ, ამასობაში ბრალმდებელი ანონიმურად რჩება და მას დაუმტკიცებელი ბრალდება არ წაუყენეს.